Შიმშილობის 29-ე დღე მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკა ვივამედში რჩება. კლინიკური დირექტორის განცხადებით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა, მათ შორის განმეორებითი კვლევები. მზია ამაღლობელი ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას და რჩება მონიტორინგის ქვეშ. ნეტგაზეთსა და ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს, პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვლის დროს, რომელზეც ეწერა იფიცება საქართველო, მეორედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლოს ხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული. მდგომარეობა რჩება იგივე, ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას, უგრძელდება მას ჩვენი რეკომენდაციები და ყოფება მონიტორინგის ქვეშ, უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები. მოინახულა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ექიმთა ჯგუფმა, პაციენტი შეხვდა ჩვენ, შევჯერდით ერთობლივ რეკომენდაციებზე.